ინგა მივესალმებით ელემაყურებელს. ნუ არ ვიცი, ალბათ მთელი საქართველოს შოქშია იმ მოსმენილიდან, რაც ჩვენ ნახეთ ნოდარ მელაძის უმძიმეს ექსკლუზიურ ინტერვიუში. ჩემთვის ინგა განსაკუთრებით სენსიტიურია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ პირველი დღიდან რა მომენტშიც ამ ადამიანმა დაწერა პატაკი, იქ იწყება თქვა ჩემი ჩართულობა, კონტაქტი ყოველდღიური, ყოველსაათობრივი. თქვენ კიდე არ იცით რა გავიარეთ იმ პერიოდში, სანამ პატაკის დაწერიდან ირაკლის ქვეყნის დატოვებამდე. მომიყვეთ შეგიძლიათ? ნუ რისი მოყოლად შეიძლება მე ყველაფერს მოვყვები, იმიტომ რომ თქვენ ხვდებით რომ აქ ჩართული არის სუპერ სახელმწიფო მთელი თავისი, არ ვიცი, შემართებით, იმიტომ რომ ეს ადამიანი ასე უსაფრთხოდ გავიდა ქვეყნიდან და დღეს იმყოფება შეერთებულ შტატებში. აი ერთი მაგალითი რომ გითხრათ, ჩვენი პირველი საუბარი, ნუ აი როგორ აგიხსნათ, ადამიანს ცრემლის დიოდა, იმიტომ რომ მე მოწოდებით ეს ადამიანი იყო აი სამართალ დამცავი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ანუ წარმოუდგენელი იყო ის სცენარი, რაც ქვეყანაში ხდებოდა და რასაც მას დაქვემდებარებული სტრუქტურა ჩადიოდა. და რა თქმა უნდა, ეს ადამიანი იქ ვერ გაჩერდებოდა. აი ერთ-ერთი მაგალითი რო გითხრათ რეჟიმის, იმ რეჟიმის, რა რეჟიმშიც ირაკლი აქ იყო, ესე იგი ბავშვებს სტრესი რო არ ეგძნოთ, ანუ სკოლაში, ხო? შვილებს. კი, ერთი სკოლაში სწავლობს, აი წარმოიდგინეთ, ესე იგი იმასაც აკეთებდა ეს ადამიანი, რომ სკოლიდან რომ გამოყავდა, მე ქალაქ გარეთ გაყავდა ბავშვები. იმიტომ რომ იმდენად რეალური იყო ინგა მუქარა და მე ამის მომსწრე ვარ. რომ პირდაპირ იყო საუბრო შვილებს მოგიკლავთ. ვინ ეუბნებოდა ამას? მე არ ვიცი ეს ხმა ვის ეკუთვნოდა, მაგრამ მე გეუბნებით რომ ეს ანუ ამის მომსწრე ვარ, რა ფორმით მას ემუქრებოდა. ტელეფონზე? ტელეფონზე 900 ადამიანი გამოუძებნეს ხანიკიდან ხან ყველა მხრიდან ფსიქოლოგიურ ტერორში ყავდათ და გარდა ამისა, ესე იგი ადამიანმა პატაკი დაწერა მთელი ერთი კვირა ეს როდიონოვი გომელაური არ უკმაყოფილებდა ამ პატაკს და აი ამ ეს ერთი კვირაო სამსახურში არ მოდიოდი და ამაზე საქმის წარმოება დაიწყეს. რომ რამენაირად, ანუ ვერ პატიობდნენ იმას, რომ ამ ადამიანმა უარი თქვა აი ამ რუსული დაჯგუფების წევრობაზე. და მინდა გითხრათ, რომ ნოდარის ესე იგი სიუჟეტის გასვლის, როდესაც დაიდო ეს ტიზერი ამ ინტერვიუსი, ამ წუთამდე, ინგა გუშინ დღიდან ამ წუთამდე. როდესაც ის იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასზე ყოველსაათობრივად ხორციელდება მუქარები თბილისში. ეხლა? აი ამ წუთში, აი გეუნებით 1 საათის წინანდელ ამბავს. ვინ ემუქრება, გიორგი, შეიძლება ამაზე საუბარი? შეიძლება ამაზე საუბარი, ურეკავენ, ესე გამოძებნეს საერთო ახლობლები და მუქარის ტექსტებია შემდეგი, რომ შენ ხო არ გონია, რომ მან ვერ მოგწყვებით, ჩვენი ხელი ყველგან მოგწყვებათ. ჩემი რჩევა იქნება ურეკავენ და ვიღაცის დანაბარებს გადასცემენ, ვისი? კი, სავარაუდოდ ალბათ როდიონოვი გომელაურის და აი ამ ანუ ეს ხარება ეს ხო რაღაც არსება ეს ადამიანი არ არის, მეტი ვინ იმუქრება ამ ქვეყანაში, ხო? ხო და უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება, რომ ეს ხელი, რომელთაც ემუქრებიან, სადმე ოკეანის თავზე არ დაკარგონ, სანამ მიაწვდენენ, ეს ერთი საკითხი. და ასევე მინდა ვთქვა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ირაკლი შაიშმელაშვილი იმყოფება ძალიან სოლიდური პროტოკოლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს თეთრი სახლის ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობა. მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს სიგნალი ვიღაცეებისთვის, რომ დამშვიდნენ და მუქარებს შეეშვან, იმიტომ რომ ამითი დასაცინები ხდებიან. ეხლა ამ ადამიანს ვერაფერს ვერ ავნებენ იქ. და რაღაცნაირად აი ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობენ. ნუ ეს არის სრული სიგიჟე და ნუ არა აქ ხა ამას გაგრძელება ვერ ექნება ინგა. თუმცა მინდა გითხრათ, გაგრძელება აუცილებლად ექნება აი ამ რუსული ძალადობრივი რეჟიმისთვის, იმიტომ რომ რაზეც ირაკლი მილაპარაკა, ამ ყველაფერს კიდე დოკუმენტაციაც ახლავს. თან წაიღო? არა, მე არ ვიცი, მე ვერ გეტყვით თან წაიღო, სად არის და როგორ არის. მაგრამ მას აქვს ეს დოკუმენტი. მაგრამ მე ჩემი ღმარწმენით ის სანქციები რომელიც ძალიან დროული იყო, ეს სანქციები არ დარჩება ამ ეტაპზე და აუცილებლად უახლოეს პერიოდში ეს სანქციები დამძიმდება.
მინდა გითხრათ არსებობს ეზევაძე გომელაურთან ერთად აღმოჩნდა მაგნიცკის სიაში. სხვა სანქციები ცალკე თემაა, მაგრამ ეს ორი არსებობს 4 ფორმა სანქციების. მაგნიცკის სია ყველაზე მძიმეა. მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი რა საანქციითაც არის ახლა დასანქცირებული, იქვე აქვს პატარა მინიშნება, რომ ესე იგი რისკი შემცველი მთელი მისი აი ეს დოსიე და ნახევარი ნაბიჯია საჭირო ამ სანქციის სტატუსის შეცვლისთვის, დამძიმებისკენ. ხო და ჩემი ღმერთწმენით ეს სანქციები გაგრძელდება და არა მარტო ბიძინა ივანიშვილისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესე იგი გომელაურის საკითხი გადაწყვეტილია მაგნიცკის სიაშია, ივანიშვილი დასანქცირებული, ასევე დასანქცირებულია ქვეყნის გენერალური პროკურორი ესტონეთიდან და ამას მე ცალკე ვილაპარაკებ როგორ მოხდა ეს, მაგრამ მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ აი ეს მთელი ძალადობრივი რეჟიმი, შსს პროკურატურა, ბიძინა ივანიშვილი ეს სამკუთხედი შეიკრება და დასრულდება უმძიმესი სანქციებით და ჩემი ღმერთწმენით ეს მოხდება ტრამპის ინაუგურაციამდე. ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა, გიორგი. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შემზარავი იყო განსაკუთრებით ინტერვიუ, ბევრი რამ იყო ამ ინტერვიუში შემზარავი, რაც ირაკლი ყვებოდა, მაგრამ განსაკუთრებით შვილების ნაწილში. შვილებით მუქარის, მათი ლიკვიდაციის შესაბამისად, აი ეხლა როცა თქვენ ბრძანეთ, რომ ისევ გრძელდება მასზე მუქარები, ეხლა ისევ ურეკავენ, ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს სიტუაციას. უფრო ინტენსიურად. ნუ არაფერს, რომ აი ესე იგი შენ ესე იგი როგორ გაგვიბედე ეს როგორ დაგღუპე, რა გააკეთე და ნუ აი მანდაც მოგწყვებით, მან დაგიხოცავთ ამ შვილებს, ნუ ეხა ეს არის ინგა უკვე შიზოფრენიაშია გადასდილი ეს ყველაფერი, მაგრამ ეს მუქარები რჩება მუქარებად, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ინგა ნოლი აქვთ რაიმე ინტელექტუალური რესურსი ვინმესთან კომუნიკაციის საქართველოს გარეთ. ხო და აი ამ თავის რაღაცა ეს დაჯგუფება ნუ არიან აი ადგილზე რაღაცა ორიენტირებული. ურეკავენ და გადასცემენ თქვენ ორი გვარი ახსენეთ, გომელაურის და ხარებას სახელი. სავარაუდოდ ეხა ის ივანიშვილის, იმიტომ რომ შაიშმელაშვილი მაგალითად ნოდართან ინტერვიუში ამბობდა, საუბრობდა ხარებასა და ბიძინა ივანიშვილის ახლო კავშირში. რა თქმა უნდა, ეს ანუ ვისი სახელით ემუქრებიან? აი მე რომ დაგირეკო და გითხარო, ვიღაცამ შენთან დამარეკინა, ვინაა ის ვიღაცა? მე გეტყვით ინგა, ნახეთ როგორ არის ეს რუსული დაჯგუფება, რომელსაც დღეს დაპყრობილია ქვეყანა, ეს არის ერთი ბირთვი. მერწმუნეთ, რომ არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება უშუალოდ გომელაური, უშუალოდ ხარება თუ ივანიშვილი, ისინი ყველა ერთს ლაპარაკობენ. ერთის სახით საუბრობენ. ხო და ამ მუქარებს დასასრული არა აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი. მუქარები რჩება მუქარებად, მაგრამ აუცილებლად დამძიმდება სიტუაცია აგერ თქვენ და აგერ მე უახლოეს დღეებში. საინტერესო იყო ახლა რაც თქვით იმის თაობაზეც, რომ რაზეც ისაუბრობდა, ყველაფრის მტკიცებულება არსებობსო დოკუმენტურადო და სხვათა შორის მე გამახსენდა ამერიკის შეერთებულ შტატებში შოთაძის ყოფნა ყოფილი მთავარი პროკურორის და შემდეგ შოთაძის გადადგომა და ძალიან უცნაურად, ძალიან მალევე დაიწყო და საბოლოო ჯამში მივიდა სანქციებამდე. ანუ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ხელში უჭირავთ, მე არაფერს არ ვამტკიცებ, უბრალოდ შოთაძესთან დაკავშირებით არის ასეთი ვარაუდი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მან რაღაც მტკიცება. არა, უკეთეს გეტყვით, ირაკლი შოთაძე თბილისშია. ირაკლი შოთაძე თბილისშია. მეცაც გეტყვით, თქვენ იცით ხა ჩვენი ამბავი რა ხდება უკან. მოსამართლე იზაკ ელენჯერიძეს ვეუბნები, რომ გვაქვს აპლიკაცია WhatsApp-ის ჩანაწერები, სადაც ირაკლი შოთაძე ყვება ჩვენი საქმე როგორ შეკერეს, მერე რატომ გააუქმეს, დახურეს და რატომ აღძრა გაბიტაშვილმა და ვეუბნები, რომ არ გაინტერესებთ შუამდგომლობით. მინდა რომ ეს ჩანაწერი საქმეში ჩავდო და დავკითხოთ, ეს კაცი თბილისშია. იქვე მეუბნება, იქვე სასამართლო პროცესზე 1 წუთის ინტერვალით, რომ აი ეს რო უთხარი, სასამართლომ იმსჯელა და არ ჩათვალა საჭიროდ აი ამ საქმის მოსმენა. აი და ამ დროს ემესიჯება პროკურორს. ნუ ეხა გიორგი, აი ისევ რომ მიუბრუნდეთ ირაკლი შაიშმელაშვილის თემას,
რაც მან გაიარა ვიდრე წავიდოდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდოდა, ალბათ ეს იყო მართ თვითონაც ამბობდა ინტერვიუში ჯოჯო ხეთიო გავიარეო. ანუ ამ შემთხვევაში როგორი ფორმა იყო, სატელეფონო მუქარები იყო, ისაუბრობდა კეზევაძეზე, მათ შორის რომ ფიზიკური ანგარიში. მათ შორის იყო ეს ფიზიკური. ანუ ამ ადამიანს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, ემუქრებოდნენ მოკლით, შვილებით ემუქრებოდნენ, ხვდებოდნენ სახლთან მიდიოდნენ. ნუ აი ესე იგი ქრონოლოგია იყო ინგა ესეთი, თავიდან იყო რომ ვერსად ვერ წახვალ ანუ პირდაპირ იცოდნენ რომ წასვლას არა, როდესაც მან თქვა რომ აღარ უნდოდა ამ ყველაფერში მონაწილეობა, რომ ეხა შენ თუ წახვალ ეს იქნება ქვეყნის ღალატი და შენ ამას არ გააკეთებ და დაიწყო აი ამ ფორმით. მას მერე რაც მან პატაკი დაწერა, ეს უკვე გადაიზარდა რაღაც ფიზიკურ დაპირისპირებებში და როდესაც ის სამსახურში აღარ გამოცხადდა, პატაკი დაწერილი ჰქონდა, ესე იგი, ეს ინტენსივობა ბავშვებზე მუქარის იზრდებოდა აი ამ დღეების მიხედვით. აი, როდესაც გომელაურმა ხელი მოაწერა მის პატაკს, მერე უკვე ამას მარტო სატელეფონო ფორმა აღარ ქონდა. უგზავნიდნენ საერთო ნაცნობებს, უგზავნიდნენ ისეთ ადამიანებს, ვინც ამ ამბავს მიიტანდა მასთან და პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ შენ გამოუტანე განაჩენი შენ შვილებს. და ჩვენ ამას მოვიყვანთ წესრიგში. ანუ ეხა კაცი უპატიოსნესი ადამიანი, რომელმაც არ შელახა საპოლიციო, არ ვიცი, აი მუნდირი და მთელი თავის ოჯახი დააყენა რისკის ქვეშ, ეს უნდა იყოს ინგა მაგალითი ამ სტრუქტურაში მომუშავე ყველა პატიოსანი ადამიანისთვის, თუ ასეთი დარჩა ამ სტრუქტურაში. კი ბატონო, და ბოლოს მინდა გკითხოთ სანქციების თაობაზე, გიორგი. ანუ ყველა ეს ინფორმაცია, რომელზეც თუნდაც გადამდგარი მაღალ ჩინოსანი გედედეს ისაუბრობდა, ან რაღაც სხვა ინფორმაციები, რაც არსებობს, ცხადია ამასთან ახლავს ერთვის ყველაფერს მტკიცებულებები, თქვენი საქმეა თუ სხვა საქმეები. სანქციები საინტერესო ამბავი გამახსენეთ, მე მოგიყვებით გაბიტაშვილი რის საფუძველზე დაასანქცირეს, ეს მისთვისაც სიურპრიზი იქნება თუნდაც. ესე იგი, გაბიტაშვილი ქვეყნის გენპროკურორი დასანქცირებულია ესტონეთის მიერ. ერთ-ერთი მიზეზი, ჩვენ დიდი ხანია რაც ეს საქმეები შეგვიკერეს, პარალელურ რეჟიმში მუშაობთ ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მათ შორის დემოკრატიულ ქვეყნებთან. ჩვენი მომჩივანი, რომელიც მათ მიერ კონტროლირებადი პიროვნებაა, თავის დროზე გვაიძულებდა, რომ მისთვის ეს თანხმოვნა ჩაგვერიცხა ესტონეთში რეგისტრირებულ კომპანიაზე. შემდეგ, რა თქმა უნდა, გამოძიების დროს ჩვენ მას უთხარით, რომ პროკურატურას რომ აგერ კაცი გვეუბნებოდა, რომ ესტონეთში ჩამირიცხეთ ეს თანხა იქ ოფშორ რაღაც კომპანიებმა გადამალული, ამას ყურადღება არ მიაქციეს. ჩვენ მთელი ეს ამბავი ასე ვთქვათ, შევკერეთ მთელი ეს ფაილი ამ მტკიცებულებებით და მათ შორის მივაწვეთ ესტონეთის ხელისუფლებას. როგორც კი დადგა პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში, პირველი რაც მათ გამზადებული ჰქონდათ, იყო ეს საქმე. ისინი დარწმუნდნენ, რომ ქვეყნის გენერალური პროკურორი არის სუპერკორუმპირებული. და რა თქმა უნდა, მათ უკვე ყველანაირი მიზეზი ჰქონდათ. ეს იყო ერთი ჩვენი ნაწილი და ამის გარდა ხა ვერ დავასახელებ, კიდე ორი თემა იყო ჩვენს გარდა, რის გამოც დღეს გენერალური პროკურორი არის სანქცირებული, მაგრამ მინდა გითხრათ, ასეთივე წარმატებით დასრულდება ქვეყნის გენერალური პროკურორის სანქცირება ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჩემი ღმერთწმენით ეს იქნება სახაზინო სანქციები. კაც რომელსაც ერთ სადარბაზოში 17 ბინა აქვს და პრეტენზია აქვს, რომ კორუმპირებული არ არის, მე ვფიქრობ საზოგადოებას გიორგი გაბიტაშვილს. გასაგები. მადლობა გიორგი, მადლობა. დამატება ხომ არ გსურთ კიდევ რამე ხომ გამომეპარა მნიშვნელოვანი, რაც მე ერთს ვიტყვი ჩემი დაკვირვებით და ჩემი ანალიზით, რომ უახლოეს პერიოდში ინგა კიდევ ძალიან ბევრი შოკის მომგვრელი ამბავი გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. მაღალჩინოსნებიდან, ბიზნესიდან, ანუ როგორ არის იცით, ანუ ეს თემები ამ ქვეყანაში ხდება და როგორ აგიხსნათ, რადგან ტემპერატურა ადუღდა, ჩემი აზრით, ბევრი თემა გახდება ცნობილი, რაც ადამიანებს ვის ტვინშიც კიდევ ვერ შევიდა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს რუსულ ძალადობრივ დაჯგუფებასთან, ну, მათთვის ალბათ კიდე გახდება რაღაცები ასაწონ დასაწონ. მადლობა. ბოდიში მინდა გამოვიხმაურო ჩემთვის ძალიან საპატივცემულო პიროვნება ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას. მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აუცილებლად როგორც კი ეს რეჟიმი შეიცვლება, ის ბიზნესმენები და ის დამფინანსებლები ამ რუსული ძალადობრივი რეჟიმის უნდა დაისაჯონ ჭყალებში.
ნამდვილად უნდა დაისაჯო, რა თქმა უნდა, აქ არ არის ალბათ საუბარი ხა რაღაცა ისეთ მძიმე ფორმებზე, მაგრამ რომ აღარ გამეორდეს მომავალში, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი თანამონაწილეები ამ რუსული რეჟიმის. და ნუ ეხა ესე აღარ გამოვა, იმიტომ რომ სანქციები სავარაუდოდ მათზეც გავრცელდება, რა თქმა უნდა, მე გეტყვით, პროპაგანდაზეც აქ არ გაჩერდება სანქციები. ბევრმა ვითომ ბიზნესმენმა ძალიან ყურადღებით ამოწმეთ მეილები, მათ შორის სპამებიც. დიდი მადლობა. ერთხელ კიდევ დაგაკონკრეტებინებ და გიშვებთ სტუდიიდან. მე დარდობ უბრალოდ, როდესაც მუხარებზე არის საუბარი განსაკუთრებით უსაფრთხოებაზე ბავშვების. ანუ ზუსტად არ შეგიძლიათ თქვათ ვისი სახელით ემუქრებიან? ან ვინ ემუქრება ამერიკაშიც? ეს არაა უბრალოდ გასატარებელი ინფორმაცია. ინგა, ხო გეუბნებით, მე არ ვიცი. მე რაც ვიცი, ეს იყო კომპლექსური მუხარები და მათ შორის რამდენიმე მომისმენია პირადად, რაც მის ტელეფონზე მოსულა. არა, ეხლა უკვე ამერიკაში რომ. ეხლა ამას ჩართული ყავთ, მე გეტყვით, რამდენიმე გენერალი. ვინ? არ ვიცი სახელი და გვარები. გენერალი. სისტემაში მომუშავე. სისტემაში მომუშავე გენერალი, კი ბატონო. დიდი მადლობა, მადლობა წარმატებებით. თქვენ დიდი მადლობა. ეს იყო გიორგი ჩიკვაიძე, ის ამბობს, რომ ირაკლი შაიშმელაშვილის გადამდგარ მაღალჩინოსანს დღეს ისევ ემუქრებიან და დაასახელა სავარაუდოდ გომელაური ხარება. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს იყო. ესენი არიან ინგა ერთსახოვანია, მთელი ეს რეჟიმის თავები არიან ერთი ბოროტის სახით წარმოდგენილი. შესაბამისად, აქ არსებით მნიშვნელობა არ აქვს მერწმუნეთ, ვინ ახორციელებს ამას. მადლობა, შეგიძლიათ გაბრძანდეთ სტუდიიდან.